მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. მივდივართ დასასრულისკენ ამ ჩვენი ბლოკისა, რომელსაც დავარქვით დაბრუნება, ანუ აქონდეს და უმეტესი აქონდეს, რომელიც ეხება ადამიანის მოგზაურობას აი გრძნობადი სამოთხიდან სასუფევლამდე, სხვა სამოთხემდე. და ჩვენ 10 ეტაპები გავიარეთ. საუბრის დონეზე თორე ხა მაგ ეტაპებს ერთეულები გადიან. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ მაინც. და მივიდით ძალიან საინტერესო მომენტთან. არის ერთი ძალიან თითქოს და ბუნებრივი თემა ქრისტიანობისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან შერყეული, ან ფერნაცვალი ნეგატიური თვალსაზრისით, ან უბრალოდ დამახინჯებული, ან არ ვიცი კიდე რა დავარქვა. ვისაუბრებთ და თქვენ თვითონ მე წარმოიდგინეთ რაზე ლაპარაკი. მაშინ ასე, შევთქვით, რომ ამ დაბრუნების გზაზე გასავლელია სხვადასხვა ნიშანი, სხვადასხვა რამის მივაქციოთ ყურადღება, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს, ხატება საკუთარ თავში, აღვადგინოთ ღვთის შუქზე უყუროთ, ღვთის მაგალითით ვიქცეოდეთ, ეკლესიის მოცემული ინსტრუქციით. რომ დავემორჩილოთ რა მარტო საკუთარი ნების, გაფეტიშების გარეშე. მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის გარეშეც ცოტა რთული და რატომ ყვებით ჩვენ ამ ყველაფერს თანამედროვეობის კონტექსტში. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვასახელებთ, ყველაფერი ამის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა არის წარმართული. სერიოზულად გადაიდგა ნაბიჯები, რომ ყველა ეს პუნქტი უცნაურია, ხო? საბოლოო ჯამში პრინციპში მე-14 საუკუნისთვის აი ეს მოგხსენება ჩვენი ბოლო საუბრები მიყვება ერთგვარად ციკლს, დიდი მარხვის კვირების, შვიდეულების ციკლს, აი დაბრუნებისთვის. და მე-14 საუკუნისთვის პრინციპში ეს ციკლი დასრულებული იყო. და 21 საუკუნის გამოწვევებზე არის პასუხები აი ამ ციკლში. რომელიც რაღაც მე-6 საუკუნეებში იწყება რომლის გამართვაც და აი 1000 წლის თავზე დაახლოებით დასრულებულია და აი წინ უსწრებს, პასუხები წინ უსწრებს დღევანდელ გამოწვევებს. ოჯახი დავანგრევთ. საკუთარი ხატი, საკუთარი თავი, ღვთის ხატად დავუქვათ, არა, ცხოველის პირუტყვის ხატად. სამყაროს უყუროთ როგორც უფალი ელოდება რომ დავინახოთ, როგორც ის თავად უყურებს, არა, სხვანაირად არ ჯობია. აბა ეგრე სისულელია რა არის, ყველა თავზე გადაგივლის რა, უბედურება არ ეგრე. სადღა მაშინ ჩვენი ვაჟკაცობა მიუბაძოთ უფალს საქციელში? არა მოიცა რა. ეს იყო და მან გააკეთა, იმან ყველაფერში იასრულა. ჩვენ ხო პროტესტანტულად მოგვწევს ცქერა. მე თუ მწამს კმარა, იესომ ყველაფერი გააკეთა, აი ეს ვარიანტია რა, ტრანსპორტიდან ჩადის, მეორეჯერ მიადო ბარათი და თქვენი გადახდილიაო და ჩავიდა. და ეხლა ჩვენ ჩავდივართ რა, ჩვენი გადახდილია და იმით. მე ხო მწამს, მე ადამიანს ვიცნობდი და გადაიხადა იმან ჩემ. შემდეგ ვის ინსტრუქტორს მიყვეთ? წმინდა მამის თუ რომელიმე ბლოგერის, რომელმაც საოცარ რამე შემოგთავაზა ჩვენ. რომელიმე ტრენდული კოუჩინგის კურსი შევიძინოთ. საკუთარი პიროვნების აბსოლუტური სრულყოფა, რომ მე ამას ვიმსახურებ, მე ეს უნდა მქონდეს, მე ეს მექნება, მე ვარ პირველი, მე ვარ ლიდერი, მე ხო, რა თქმა უნდა ეს გურჩევნია ჩვენ რაღაცი, ვიხდი რაღაც რამდენიმე ასეულ ლარს და მე უნივერსალური ხელსაწყო მაქვს, ხეთ როგორ ვმართო სამყარო. როგორც სამამი საქართველოში მანამდე არაფერი გეტკინოს. და ერთ-ერთი მთავარი, რომელთან ბრძოლა ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ შეუძლებელი არ აღმოჩნდა. რომლის განადგურებას თუ არა მაშინ დამახინჯებაც უნდა ხდებოდეს, რომ ადამიანს ჰქონდეს ილუზია, რომ
ის ამ მდგომარეობაში არის თუ რამე. ეს არის სინანული. ოღონდ სინანულს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრება აქვს, განმარტება აქვს, ახსნა აქვს. მოდით სანამ სახარების ბოლოში ნათქვამ სინანულს შევეხებოდეთ, სახარების თავში თქმულ სინანულს შევეხოთ. როდესაც იოანე ათლისენობს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ნაყოფი ღირსი სინანულისა, ანუ შესაბამისი სინანულისა. ხე ნაყოფით შეიცნობა, შესაბამისად, თუ ჩვენი ნაყოფი შესაბამება, ესე იგი ჩვენი სინანული სწორი ყოფილა. ეს სახარების თავში ითქმება, რომ ნაყოფი ღირსი სინანულისა. შუა სახარებაში ხე ნაყოფით შეიცნობო და სახარების ბოლოს ჩვენ გვაქვს ორი ადამიანის სინანულის ისტორია. იუდამო, ინანაო და მიუყარავ ეს ფულიო. წოდეო, მართალი კაცის სისხლი მოგეცითო, ჩვენ რა შენი დარდეო. და იუდა შიშთვილიბა. თავი ჩამოიხჩიო. და პეტრე, რომელიც ნანობს. პეტრეს მაცხოვარიანება, რომ დამწყსე ცხოვარნი ჩემი აღუდგენს მოციქულებას, მოციქულთა თაობას პირდება, თუმცა არა მოწამები რა ხსასრულის გარეშე. და გასაგები ხდება, რომ აი ეს იყო ნაყოფი ღირსი სინანულისა. ეს შეესაბამება სინანულს, რადაც ღმერთი ხედავს სინანულს. და იუდა და მალე კარგად ამბობ, ხო, პეტრეს სინანული არის როგორ მოვეკეც იმას. როგორ მოვეკეც იმას. და რა ხდება, რომ არ ვიცნობ თქვა, ხო, მართლა ეს ცოტა მკვეთრი ფრაზებია მახარებელთან, მაგრამ მაინც ორიგინალში. და იუდა, აუ მე როგორ მომივიდა. მაშასე პეტრესთან როგორ მოვეკეცი მას. იუდასთან როგორ მომივიდა მე. მე ტიპი, რომელსაც ყულაბა მებარა, თლავ ვიცი ეს სოფლელი ჩამოთრეულები სადღესგვისპირეთიდან. მე ქალაქელი ბიჭი. რომელსაც ყულაბაც კი მებარა ამ საძმოსი. მე როგორ დამემართა ეს კაცო, მე არ უნდა შემშლოდა, მე არ უნდა ყოფილიყავი. ეს მე. პეტრე მას მოვეკეცდა. მას უღალატი. მას შევაქცე ზურგი. და ნაყოფი გვაძლევს ჩვენ შედეგს. მაშასე ვიღაცა რომ რაღაცას ნანობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ის ნანობს იმას და ისე რასაც როგორც უფალი ელოდება მისგან. შესაბამისად შედეგიც იქნება ადეკვატური. რატო ყვებით ჩვენ ამას? ერთ-ერთი ნიმუში სინანულის ღირსი ნაყოფის არის ღირსი დედა მარია მეგობელი. მის ცხოვრების შესახებ ახლა ცალკე არ ვისაუბრებთ. ლაპარაკი არის არსზე, სინანულის, გამოხატულებაზე ამ სინანულის და შედეგზე ამ სინანულის. გახსოვთ ხომ, მიგიქცევით ალბათ ყურადღება, იკონოგრაფია მარია მეგობელის ზიარებისა. ძალიან ხშირი, როდესაც მამა ზოსიმე, რომელიც აზიარებს, ჯერ ერთი გავხსენოთ, რომ მარიამის დროს კოზით ზიარება არ იყო. ეს იკონოგრაფიულად ჩვენთვის კეთები, ხო, იქ რო ყოფილიყო, რომ ხელით აწვდის, შეიძლება და ვიღაცას ვერ გაეგო მრევლს. როცა მე-10 საუკუნიდან კოზი ჩნდება ზიარებაში, მე-11 საუკუნეებიდან. ხო, ვიღაცას ამ დროის შემდგომ დაენახრას ნეტა რას აძლევს. ხო, შეიძლება ვერ გაიგო, რომ ზიარება იყო. როცა კოზი დგას და ბაღდადიან ხელში უჭერავს ბარძიმი და კოზი გასაგები აზიარებს. ძალიან ხშირად არის, რომ მამა ზოსიმე 3-4-ჭია, მაგრამ მარია მეგობელი პროფილშია გამოსახული. ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ხაწერას ეთმობოდა ჩვენს სტუდიაში, ასევე შეგიძლიათ ნახოთ. იქ ახსნილია თუ რატომ არის ეს. ასე, ამიტომ ახლა მას არ მოყვები, ნახეთ ის გადაცემა. გალავდონი მაკაჩხაიძის. ხო? და ნახეთ რა არის. მარია მეგობელი გვაძლევს ჩვენ ნიმუშს. ადამიანი, რომელიც, როგორ იცხოვრა მანამდე
ლაპარაკიც არ არის საჭირო, რა მიზნით ავიდა იმ ხომალზე, გახსოვთ ხო? მისი მიზანი იყო სუფთა დემონური მიზანი იყო. აი ეს ტიპები მიდიან მოსალოცავად, სიწმინდებთან მისახლებლად, გამომიჩნდნენ მაგარი ტიპები რა, აი მე ხლა ავალ გებზე და ყველა მამაკაცს ვაცდუნებ. აბა ერთი ნახოთ, რა მორწმუნეები არიან ესენი. და როგორ ამბობს და მე ეს ჩავიდინეო. დაეცენ ისინი ამასთან. ანუ ერთ-ერთი წარმატებული დივერსანტი დემონების არმიაში. მაგრამ მისი გული სხვა რამეს ეძებდა. დაიბრუნდებით ჩვენს თემას. სინანული ოღონდ ღირსი ნაყოფის გამომხები. ის რაც დღეს პრინციპულად არ ყოფილია. ისაც აი საოცრად შემოვიდა ჩვენში ხო ამაზე ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენ ბოდიში და რა უბედურებაა ბოდიში უნდა მეხტვის? აი მე ჩამოვთვლი მედუზა, პულტი, ბოდიში, ეკლერი რა განსხვავებაა მათ შორის? რა არის ბოდიში? აბა მოდი და მითხარი მაპატიე. თუ რა მზმნას მეტყვი, ქართულისთვის გელაპარაკებით. ქართულენოვანი ცნობიერებისთვის, რომ მეტყვი მაპატიე ამ ზონაში ჩანს, რომ მე გთხოვ შენ მაპატიე და შენ უპირატესი ხარ. ძალიან ძნელია. რა ადვილია ბოდიშის თქვა? რკო? ციფერბლატი? ბოდიში? რაღაცა კიდე. კალოში. არავითარი განსხვავება. აი ეს პროფანაცია სინანულისა. გასაგები ეს თარგმანია, sorry. აბა, რამდენჯერ გინახავთ, pardon მithქვას ვიღაცა ინგლისურად. ეს ხომ კარგი არქაიზმია რა, ამას ვიღა ამბობს. Sorry, ამ sorry-ში ინგლისურშიც არაფერი არ დევს. Sorry ისიც გავგებარია მეწყინა თუ ვწუხო არ არის. და ქართული ბოდიში სხვა ამად იქცა.აშასე იმის გამო რომ ადამიანს უწევს ცხოვრებაში რაღაცა მოიბოდიშოს, შენდობა ითხოვს, პატიება ითხოვს, ამისგან გათავისუფლება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ რა ადვილია იპოვო ფორმულირება, რომელიც არ გავალდებულებს არაფრით, არავის წინაშე. ბოდიში. და სიტყვაც ნათქვამია, მეც სინდის თავი მოუქონე, არაფერი აღარ მეგრძნობინება, იმონად, პრინციპში რა, მე ეთქვა ფრაზები ხო? რაღაცა ბოდიში რო წამალი იყოს, საფთიაქში გაიყიდებოდა, რა ვქნე ხეს ბოდიში ვაჭამო მე შვილებს? იმიტომ რომ ისინიც აღარ გპატიობენ, ხედავთ ხო? იმათაც ხო იციან რომ ეს ბოდიში სიტყვის მასალად ნათქვამი სიტყვა არის. ჩვენ ხომ დღეს ეგეთები ვართ, ფორმალურად ვაბარებთ აღსარებას. ფორმალურად ვიბოდიშებთ. ფორმალურად გამოვხატავთ წუხილს. და არ არის ნაყოფი ღირსი სინანულის. ალბათ აღარ სინანულია და იმიტომ. მაპატი. შენდობას გთხოვ ყველაზე ესეთი გრძელია, რთულია, გასაგებია რა. ტვიში მოგეხსენებათ. რაც ადამიანი ლაპარაკობს და აზროვნებს, რაც უფრო მეტ სიტყვას ემოციურად დატვირთულს. ბევრად უფრო მეტი რესურსი იხარჯება, ამიტომაც შენდობას გთხოვ, აი კიდევ ის არის. მაპატიე ამ შემთხვევაში ალბათ იდეალური ფორმულირება, ერთი სიტყვა არის, მაგრამ ყველაფერს გადმოსცემს. მაპატი. დღეს წება ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ან იწყება ვიღაც პოლიტიკოსების მაგალითზე ყალბი მობოდიშების კულტივირება, ან იწყება ეს რაღაცაზე, ჩვენ გვთქვით. რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. და სვამს მთავარ კითხვას. ეს ხელს უწყობს იმ დაბრუნებას, თუ პირიქით გვაშორებს ჩვენი დაბრუნებისგან. ჩვენ მიგვიყვანს შედეგამდე, რომელიც პეტრეს გამოვიდა თუ რომელიც იუდას გამოვიდა. და რომელი გვინდა აქედან? და აი
დღევანდელი საზოგადოება. ყველა მოითხოვს სხვისგან, რომ სხვა მოიხადოს ბოდიში. იმან უნდა მოიხადოს ბოდიში. ის არის ვალდებული, რომ ბოდიშს იხდიდეს. მე არა. აი ერთ-ერთი მთავარი შედეგი და წინაპირობა შემდეგი ეტაპისა. ადამიანები ჩვენ მივეჩვიეთ სინთეტურ პლასტმასის სინანულს. აი როგორც პლასტმასის ყვავილები გვაქვთ, აი ეგეთივე პლასტმასის სინანული გვაქვთ, თუ გვეუბნებიან ჩვენ. ისინი ვინც სულ ჰარმონიაში ცხოვრობს, როგორც საღვთო, ასევე ქმნილ ბუნებასთან. პლასტმასის სინანულის საზოგადოებრივ მოგეხსენება თქვენ მე-20 საუკუნეს ერთ-ერთ სახელად შეარქვეს პლასტმასის საუკუნე. გამოგონება იყო პლასტმას, რომელიც ჩაანაცვლა ბევრი რამ, ზოგ შემთხვევაში ლითონს ანაცვლებს, ზოგ შემთხვევაში ხეს ანაცვლებს. პლასტმასმა მართლა თუ სწორად ხდება მის გამოყენება, ძალიან ბევრი რამ შეიძლება მართლაც ჩაანაცვლოს. აი ჩამნაცვლებელია ის, ბუნებრივობის ჩამნაცვლებელია. და ჩვენ ვედი პლასტმასის სინანულთან. და ამ შემდეგ ჩდება კითხვა. თუ კი ჩვენ ეს საფეხურები არ გავიარეთ სწორად და მართებულად, შევძლებთ კი ჩვენი დაბრუნებას? იმიტომ რომ შეგახსენებთ ამ დაბრუნების სახე, ჩვენ თქვით რომ ჩვენი ეს ბლოკი დიდი მარხვის შვიდეულებს მიყვება და ბოლო რა არის? აი მარიამ მეგვტერის ხსენების შემდეგ რა იქნება? ლაზარეს მკვდრად დაუდგინება. და მეორე დღეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, როგორც წინასახე უფლის დიდებით შემოგბრძანებისა, მეორე მობრძანებისა. ანუ ეს ციკლი იმდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის, რომ ყოველ წელს უწევს ეკლესიას შეხსენება ამისი. და თუ იქნება ყალბის სინანული, ყალბის ცრემლი, პლასტმასის ცრემლები. როგორ ვთქვათ, პლასტმასის ცრემლები მართასი და მარიამისა აღძრავდა იესოს, რომ ეთქვა ლაზარე გამოდი. ერთი მე მგონი პასუხი თავისთავად ნათელია. მას ასე ჩვენ მივედით ერთგვარ ფინალთან, აი ჩვენი მოგზაურობისა, რომელსაც დაბრუნება დავარქვით. ერთი სამოთხიდან მეორე სამოთხეში. ხო? იმედი გვაქვს, რომ არც თუ უნაყოფო და უშედეგო იყო ეს ჩვენი საუბრები თქვენთან, თუ რამ გამოგვჭა, თუ რამ არასწორად თქვით, თუ რამ გსურთ რომ კიდევ გავშალოთ. ძალიან აგვიხარდება თუ ამ თქვენს სურვილებს, თქვენს შენიშვნებს ასახავთ ქვევით კომენტარების ველში. კეთილი, ამჯერად გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.